მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენოს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 11-17 მაისის შუალედზე მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე. როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის? პირველ რიგში დედამიწა გადადის დადებითი ენერგოველში, რაც ძალიან კარგია. დღეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ურთიერთგაგების ზრდას, იდეების უფრო ადვილად რეალიზაციას, უფრო ადვილ მგზავრობას, მოგზაურობას და სხვა სასიკეთო მოვლენებს. ამასთან ერთად მივაქცევთ ყურადღება შაბათ დღეს, ეს არის 16 მაისი, აქ ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. მზე და მთვარე ხვდებიან ერთმანეთს კურო ზოდიაქოს ნიშანში, ეს ცოტა რთული მოვლენაა, მათ შორის დაძაბულობა ენერგიებისა, ნეგატიურ დახსვას ადამიანებს, ამიტომ აქ ცნობების, შესწავლების, დაშვების, ჯანმრთელობის გაუარესების, სხვა სახის კონფლიქტების, ტრაუმატული დანაციების ალბათობები მატულობენ ტრადიციულად. ამიტომ უმჯობესია, რომ ახალი საქმე არ დავიწყოთ შაბათს. მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არავითარი კამათი, არავითარი დაძაბულობა. მაქსიმალურად მოვერიდოთ აქ, ასე ვთქვათ, სარისკო მოქმედებებს. ჯობია ყოველდღიური საქმეებით ჩამოვიფარგლოთ და უფრო მშვიდად გავიაროთ ეს დღე. დანარჩენი კვირის დღეები, რაც შეიძლება აქტიურად უნდა გავლოთ, იმიტომ რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს ექნება გარკვეული პოზიტიური შანსები და დავიწყოთ პირველი ნიშნიდან, ანუ ვერძიდან. ვერძებო, უფრო სტაბილური, უფრო მშვიდი იქნება ეს პერიოდი წინა კვირისგან განსხვავებით. აქ თქვენ შეიძლება ახალი საინტერესო იდეები, პროექტები ჩამოაყალიბოთ, ზოგიერთი მათგანი განახორციელოთ კიდეც, სხვათა შორის ინტუიცია ძლიერდება, რომელსაც დაყრდნობით შეგიძლიათ სწორი არჩევანი გააკეთოთ და აქვე მოდით ამშვით, რომ გონება מחვილობა მატულობს თქვენი. თუმცა ენერგოტონუსი მაინც ჯერ კიდევ შემცირებული, ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით. მოდი ეს ვთქვა, დრო და დრო მეცით საგვდართავს დასვენების საშუალება. ამავდროულად შეიძლება შეხვდეთ ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლებიც შეიძლება სხვათა შორის ახალი საინტერესო იდეები, ახალი პროექტები შემოიტანონ თქვენ ცხოვრებაში, ზოგჯერ შეიძლება ეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობითაც კი დასრულდეს. საკმაოდ საინტერესო პერიოდია კონტაქტებისთვის, მგზავრობა, მოგზაურობისათვის, სხვა სახის რეფორმატორული მოქმედებების, სხვათა შორის რეფორმები შეიძლება თქვენ საქმეებში შემოიტანოთ. ცხოვრების როლი თქვენი მსოფლმხედველობაც შეიძლება შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში სასიკეთო ცვლილებების დროა ადრეული საქმეებიდან შეიძლება მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ, რაც ასევე სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 13-17 მაისის დღეებს და ეს რიცხვებიც კარგია და არ ვარგა თქვენთვის 11-15 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. 16 მაისი რომ თხილად უნდა გაიაროთ, მათ შორის თქვენს და სხვა ნიშნებაც, იმიტომ რომ ახალმთვარეობის ცოტა მძიმე დღეა, ეს იმედია გახსოვთ. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, საკმაოდ კარგი პერიოდია და სამახსოვრებელი საინტერესო მოვლენები, თავარი ფავორიტი თქვენ ხართ ზოდიაქოს ნიშნავიდან ამ კვირაში, ამიტომ რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ. აქტიური მოქმედება, ინიციატივა, ლიდერული ორგანიზაციის წარმოჩება აუცილებელია. ეს ის პერიოდი, როცა შეიძლება ახალი საინტერესო პერსპექტივების წინაშე აღუშვეთ, მათ შორის კარიერული განვითარების კუთხით. ეს პერიოდი ხელს სკობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეიძლება ახალი ძალიან პროგრესული პროექტებიც დაიწყოთ და სხვათა შორის აღუშვეთ, რომ აქ ის პერიოდია, რომელიც კარიერული განვითარების, საზოგადოებრივი ურთიერთობების კუთხით, ახალი მათ შორის კონტაქტების კუთხითაც იქნება მეტად ნაყოფიერი. ზოგიერთისთვის შეიძლება ქორწინება იყოს საკმაოდ კარგი და ხელს სკობს ეს სხვათა შორის არსებული ურთიერთობების საგრძნობად გაუმჯობესებას. აშკარად პოპულარობასაც გააძლიერებთ, შარმი მიზიდულობა თქვენი და ქარიზმატულობა საკმაოდ მაღალი არის, შედეგად ავტორიტეტსაც აიმაღლებთ და ყურადღების საყოველთაო ცენტრშიც ადვილად მოხვდებით. ყველაზე კარგია თქვენთვის 12-16 მაისის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 14 მაისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, წინა კვირისგან განსხვავებით ეს კვირა უკეთესია. მოდი ასე ვთქვა, თქვენ როგორც პედაგოგი სხვათა შორის იქნებით ძალიან კარგი და ასევე საკმაოდ კარგი მებრძოლი იქნებით უსამართლობასთან, რაც სხვათა შორის თქვენს რეიტინგს აშკარად გაზრდის საზოგადოებაში, იმიტომ რომ უკვე აქტიურად იცავთ სუსტ ადამიანებს და აქტიურად უკვე ურთიერთობთ სოციალურ სხვა მოქმედებებში, პროექტებში, მოძრაობებში, ღონისძიებებში და ასე შემდგომ. არის გამორიცხული, შეიძლება აბსოლუტურად მოულოდნელი
გზავრობა მოგზაურობის წინაშე აღმოჩნდა. ზოგიერთ თქვენთაგანი შეეცვლის აქ ბინას ან ადგილსამყოფელს. შეიძლება აქ უცხოელებთან კონტაქტები ჩამოყალიბდეს და საინტერესო და პერსპექტიული ასე ვთქვათ, რომანტული განწყობა მოემატებს ასევე თქვენში და ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება სასიყვარულო ახალი კონტაქტების წინაშე დადგეს ან არსებული ურთიერთობა გაუჯობესოს. თუმცა მაინც გახსოვდეთ, რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაინც დაბალია, ამიტომ უდროდ უნდა დაასვენოთ საკუთარი თავი და ცოტა კარგად გამოაძინოთ, იმიტომ რომ ცოტა მეტი დრო ჭირდება დახარჯული ენერგიის აღდგენას და ენას გველი უნდა დააჭიროთ. საიდუმლო დაიცვათ, იმიტომ რომ მოშორნეებს, ჭორებს, ინტრიგებს თქვენ საწინააღმდეგოდ არ ძინავთ, ეს უნდა გახსოვდეთ, აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. ასე იმოქმედეთ, მაშინ ექნებით გაცილებით უფრო წარმატებული. ყველაზე კარგია თქვენთვის 13-17 მაისის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 11-15 მაისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, პერიოდი კარგია, უფრო ჰარმონიულია წინა პერიოდისგან განსხვავებით. როდესაც თქვენ, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ახალი საინტერესო იდეების, პროექტების, ახალი გეგმების წინაშე აღმოჩნდეთ, შეიძლება სხვა შორის მფარველებიც გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან ზოგიერთ იდეის რეალიზაციაში. ასევე მოდი დავამშვიდობთ, რომ საინტერესო ახალი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ. აქ სხვა შორის მთავარია რა, რაღაც ფინანსურ ავანტურულ მოქმედებებში არ ჩაერთოთ. აქ შეიძლება გარკვეულმა ბრძოლამ შეიძლება ეჩინოს თავი მემკვიდრეობისთვის, არა ეს გამორიცხული, თუმცა აუცილებლობა არ არის თავისთავად. დავამშვიდობთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც სარისკო მოქმედებებს მაინც ჯობია, რომ ჯერ კიდევ თავი დააღწიოთ და არ მოკიდოთ ასეთ მოქმედებებს ხელი. რაც აქ რაიმე სახის შეცდომები არ დაუშვათ. ყოველ შემთხვევაში, თუ აქ რაღაც მნიშვნელოვან პროექტში გადაწყვეტავთ ურთიერთობას, აუცილებლად გაითვალისწინეთ კომპეტენტური ადამიანების რჩევები. სხვანაირად შეიძლება შეცდომები დაუშვათ. რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის ეს პერიოდი კარგია. ინტერნეტთან აქტიური კონტაქტები აუცილებელი, მეგობრული კონტაქტები შეიძლება აშკარად იყოს მნიშვნელოვანი და გაუმჯობესდეს. ეს ყველაფერი კი მოსაოდნელია ამ კვირაში. ყველაზე კარგია თქვენთვის 12-16 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 14 მაისის დღე და ეს რიცხვიც. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება უფრო მშვიდია ეს პერიოდი წინა კვირისგან განსხვავებით ენერგოტონუსი ცოტა მოიმატებს უფრო თავისუფალი ხართ თქვენი მოქმედებისას და ურთიერთობისას, როგორც პირადში, ასევე საქმიანში ეს გარკვეული თავისუფლება გაძლევთ საშუალებას უფრო ადვილად იმოქმედოთ, უფრო სწორად იმოქმედოთ. ეს პერიოდი ხელს უწყობს ასევე ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენენ შემდგომ თქვენს იდეოლოგიურ ასე ვთქვათ აზროვნებაზეც კი და ცხოვრებასაც შეცვლიან, შეიძლება ესე თქვას. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ გაქვთ საშუალება, რომ გარკვეულწილად გაუმჯობესოთ ურთიერთობა პარტნიორებთან, ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, გარკვეული ცვლილებებით შემოიტანოთ სასიკეთო ამ ურთიერთობებში, რაც უფრო მეტად დაძრავს თქვენს კარიერულ წინსვლას. ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას თქვენ განსაკუთრებით მიგეზიდავენ ისეთი ადამიანები, რომელსაც ძლიერი ხასიათი აქვთ, რომელიც არიან ნებისყოფიანები, იციან რა უნდა ცხოვრებაში, არა ეს გამორიცხული, ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტების წინაშეც. ყველაზე კარგია თქვენთვის 14 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 12-16 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე ქალწული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ქალწულებო საკმაოდ კარგი პერიოდია, უკეთესია ვიდრე წინა კვირა, ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ჯანმრთელობა მდგრადია, პოზიტიური შანსები, საინტერესო შესაძლებლობები აქ აშკარად თვალსაცემი იქნება. ცვლილებები შეიძლება, ამიტომ ყველივე ამას შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში, კარიული განვითარების კუთხითაც კი. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელსკობს თქვენ ცხოვრების წარმატებებს და აქ შეიძლება კარიერულად წახვიდეთ წინ. ასევე შეიძლება ახალ საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ, რომლებიც მოითხოვენ დამატებით ცოდნას, უფრო მეტ პროფესიონალურ განვითარებას და შეიძლება ახალი შემოსავლის წყაროებიც იპოვოთ, რაც იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება მასშტაბური პროფესიონალური ცვლილებების მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ახალი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს ახალ საინტერესო ადამიანებთან მგზავრობა მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით. ერთობლივ შეიძლება ამ პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, რაც თქვით საკმაოდ საინტერესო პერიოდია თქვენთვის. ყველაზე კარგია თქვენთვის 11-15 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 13-17 მაისის დღეები რიცხვები და 16 მაისი ახალმთვარეობა, რომ თხილოთ უნდა გამლოთ, იმედია ესეც გასულთ. რაც შეეხება სასწორე ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, სასწორებო პირველ რიგში
გაითვალისწინეთ, რომ უფრო უკეთესია ეს პერიოდი, უფრო მშვიდია თქვენთვის, ვიდრე წინა კვირა. შეიძლება საინტერესო მოგზაურობის წინაშე აღმოჩნდეთ, არაორდინარულ ადამიანებსაც შეიძლება შეხვდეთ, ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება გქონდეს ახალ სასიყვარულო ურთიერთობებში, ან ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ. თუმცა ეს ყოველივე საკმაოდ დიდ ზეგავლენას მოახდენს თქვენს მსოფლმხედველობაზე, ცხოვრებაზე, აზროვნებაზე და ასე შემდგომ. და მოდი ავუშვათ, რომ ეს კარგი პერიოდია უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, მათ გასაძლიერებლად. შეიძლება ახალი შემოქმედებითი პროექტებიც კი დაიწყოს, მათ შორის მათთანაც ერთად. მგზავრობის კუთხითაც პერიოდი კარგია, მაგრამ სამყარო ითხოვს თქვენგან მაინც საკუთარი საიდუმლოს დაცვას. ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავი და ისე მოქმედეთ. მაშინ იქნებით გასძლებით უფრო წარმატებული. ყველას კარგია თქვენთვის 14 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 12-16 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნავდებულებს, ეს პერიოდი უფრო საინტერესო, უფრო დასამახსოვრებელი იქნება სასკეთო მოვლენებით, წინა კვირისგან განსხვავებით. აქ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი, საკმაოდ დიდი და მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს სახლში, მათ შორის. და თქვენს აღმოჩნდებით ამ პროცესში ჩართული. არის გამორიცხული, შეიძლება აქ ადგილსაყოფელი შეიცვალოთ, ბინა შეიცვალოთ, რეკონსტრუქცია მოხდეს, გარკვეული სარემონტო საქმე ან რაღაცა ამგვარი, რაც რადიკალურად შესვლის თქვენ ცხოვრების სულ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ უფრო კომფორტულად მოეწყობით. და აქვე სხვა კაპიტალური რემონტის ტენდენციაც სავსებით შესაძლებელია. ეს გარკვეული პრობლემებს შექმნის იმ კუთხით, რომ ამას უნდა ფული, დრო, ენერგია და ასე შემდგომ, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც ემდენად სასიკეთო სიტუაციებს შექმნის თქვენს ოჯახში, რომ მაინც ღირს ეს ყოველივე, რომ გარკვეულწილად ეს პერიოდი ამ მხრივ გადაიტანოთ და მოიწყოთ ძალიან ლამაზი ბუდა თქვენ ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში რადიკალურად შეგიძლიათ შეცვალოთ აქ უკეთესობისკენ თქვენი ცხოვრების სრული პირობები. რაც მეტად ამოდროულად შეძლებთ კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, როგორც ბიზნეს საქმიან პარტნიორებთან, ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან, ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და საერთო წინსვლას. შემოქმედებითი კუთხით პერიოდი შემოქმედებითი მუშაობისთვის საკმაოდ ნაყოფიერია. ეს კარგია თქვენთვის 11-15 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 13-17 და ნაწილობრივ 16 მაისის დღეები. რაც შეეხება უკვე მშვილდოსნები, აქ შედარებით გამოცდილებიდან უფრო ნაყოფიერი პერიოდია. საინტერესო შეიძლება პერსპექტივებიც გამოჩნდეს ამ დროს, საინტერესო ღონისძიებებში ჩაერთოთ, საზოგადოების წინაშეც გამოხვიდეთ, ახალი შეიძლება საზოგადოებრივი და ესეთი საქმიანი კონტაქტები დამყარდეს. ბევრი იქნება შეხვედრები, მგზავრობა, მოგზაურობა, რაც უფრო ასე ვთქვათ, დინამიკას შეძლებს თქვენ ცხოვრებას, კარგად იმოქმედებს კარიერულ განვითარებაზე და აქვე აღნიშნოთ, რომ შეიძლება ძალიან საინტერესო, ძალიან გავლენიანი პირებიც გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, რომ თქვენი მფარველებიც აღმოჩნდებიან ამ მოქმედებაში, სხვა შორის საზოგადოების წინაშე გამოსვლისთვის, მასმედიაში გამოსვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რომელიც ხელს შეუწყობს ასე თქვენ წინსვლას და განვითარებას ყოველხრივ. თუმცა ზედმეტად მაინც ნუ გადაიღლებით და ჯანმრთელობას მიაქცევთ ყურადღება, იმიტომ რომ მაინც გაცივების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების ტენდენციები ჯერ კიდევ არის. ეს კარგია თქვენთვის 14 მაისის დღე და რიცხვი და არ ვარგა 12-16 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც, რომელიც ცოტა ფრთხილად უნდა გავლოთ. თხის კასრად შეეხება პერიოდი კარგია, ერგოტონუსი მაღალია, იმუნიტეტი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქომეცნიერად უფრო მშვიდი, სტაბილური ხდებით და ძალიან ბევრ შესაძლებლობებს გაძლევთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ მოიპოვოთ ფული, გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა და ფინანსურად უფრო დამოუკიდებელი გახდეთ. ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას საინტერესო შეიძლება მოვლენების, შეხვედრების წინაშე აღმოჩნდეთ და ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას თქვენი ნიჭი უნარი ახლებურად გამოვლინდება. ეს ის პერიოდი, რომელიც ახალ შანსებს გაძლევთ, მათ შორის პროფესიონალური განვითარების კუთხით და ამავდროულად მოდით დავნიშნოთ, რომ აქ შეგიძლიათ ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტებში ჩაერთოთ, გარეგნული სხვა შორის იმიჯით შეიცვალოთ კი, უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდეთ და ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას შავსებით შესაძლებელია, რომ რადიკალური ცვლილებების სასკეთო შეიტანოთ თქვენს ურთიერთობებში, შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან, ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღწეს ახალი რომანტიკული კავშირების წინაშე, ზოგიერთმა შეიძლება ახალი თანამდებობა დაიკავოს ან ახალი სამსახურიც დაიწყოს უფრო პერსპექტიული, ამიტომ სასიკეთო ცვლილებების დროა.
ეს გარიგე თქვენთვის 11-15 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 13 მაისის დღე და იცით რომ 16 მაისიც ახალთვარეობა ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ. ვერცხლის ზოდიაქოს რაც შეეხება ეს კვირა უკეთესია წინა კვირისგან განსხვავებით მეტი შესაძლებლობებია აქ იმისა რომ გამოავლინოთ საკუთარი მონაცემები, გამოავლინოთ ინიციატივა, ახლებურად წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი, უნარი, საკუთარი პოტენციალი. აქ შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც რადიკალურად შესვლის თქვენს გეგმებს, თქვენს ცნობიერებას. ეს ის პერიოდი, რომ სულბისას უფრო ადვილად ხდება თქვენი ადაპტირება. მოდი ეს ვთქვათ, ახალი სიტუაციების მიმართ, უფრო სპონტანურად მოქმედებთ. გონება מחვილობაც მადლობს, რაც ხელს სკობს თქვენს განვითარებას, წინსვლას და რადიკალურად ცვლის სასიკეთო თქვენს ცხოვრებას. ანუ შეიძლება საკმაოდ პოპულარული პიროვნებაც კი გახდეთ უცაბედად აი ამ პერიოდში. თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემები თუ შეიქმნათ, ეს პრობლემები მშვიდად გადაწყვიტოთ და რაც მეტად გაგურთიათობებს შეენარჩუნებთ ახლობლებთან, ნაცნობთან, ოჯახის წევრებთან, მით მეტად წახვალ წინ და პირიქით. ეს გარიგია თქვენთვის 14 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 12-16 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნე დაავადების პერიოდი კარგია, წარმატებულია ინტუიცია მდგრადია, რომელზეც დაყრდნობით სწორად შევასაკეთებს, საკმაოდ საინტერესო აქტიური მოქმედების პერიოდია. ის ხელს უწყობს რადიკალურ ცვლილებებს, მათ შორის სახლში, ოჯახში. ეს ის პერიოდი, როდესაც ოჯახში შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ, გაალამაზოთ თქვენი ბუდე, შეიძლება სარემონტო, ასე ვთქვათ, საქმიანობასაც მოკიდოთ ხელი. შეიძლება აქ მატება იყოს თქვენს ოჯახში. ყოველ შემთხვევაში ამავდროულად გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს ურთიერთობები თქვენი პარტნიორებთან ყოველთვის არ იყოს შვიდი, რაც ცოტა შეცვლის თქვენს სამხედროობას, მაგრამ აუცილებლობას ეს არ წარმოადგენს. ამასთან ერთად მოდი ავუშვათ, რომ თქვენი მოქმედება საკმაოდ აქტიურია, რომელიც ხელს უწყობს ახალი გვეგმების დასახვას, საინტერესო, ასე ვთქვათ, სახლთან და ოჯახთან დაკავშირებული მინი რევოლუციის ასე ვთქვათ, შექმნას, როგორც ურთიერთობების კუთხით, ასევე გარემოს შექმნის კუთხით და ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, ინტერესთა გაფართოების პერიოდი ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას, მგზავრობას, მოგზაურობას, სწავლას, საინტერესო ინფორმაციის მიღებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომაც ეს კვირა საკმაოდ აქტიურად გავლოთ. ეს გარიგა თქვენთვის 11-15 მაისის დღეები და არ ვარგა 13 მაისი და ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ 16 მაისი ახალთვარეობის ცოტა რთული დღე. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით თქვენი წარმატების იმედით მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.